ფაშიზმი რადიკალურად მემარჯვენე, ტოტალიტარულ ნაციონალისტური იდეოლოგია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა იტალიაში და თავის აპოგეას მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში გერმანიაში მიაღწია. ფაშიზმის იდეოლოგია რასობრივ და ან ეროვნულ უპირატესობას ემყარება. ფაშისტები მიიჩნევენ, რომ ერი უნდა გაერთიანდეს საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციების და სიწმინდის დასაცავად და ერთად აღუდგეს წინ მტერს, რომელსაც ამ თვითმყოფადობის განადგურება სურს. საბოლოო ჯამში ფაშისტური იდეოლოგია დაიყვანება ფორმამდე, სადაც ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების მეშვეობით და წარმოსახვითი მტრების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იდევნება ყველა განსხვავებული შეხედულებების ან წარმომავლობის ადამიანი. კომუნიზმი რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც სოციალიზმის ერთგვარ ექსტრემალურ გაგრძელებას წარმოადგენს და რომლის მიზანი სოციალური უთანასწორობის საბოლოო აღმოფხვრა. კომუნიზმი ეწინააღმდეგება ნებისმიერი კერძო საკუთრების იდეას, უარყოფს მემკვიდრეობას და ტრადიციებს. კომუნისტური იდეოლოგია ერთი შეხედვით თანასწორობისა და ჩაგვრის აღმოფხვისკენ არის ორიენტირებული, თუმცა მისი რადიკალიზმისა და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო იდეების გამო რეალობაში ადამიანის უფლებების ხელყოფისა და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ ორიენტირებულ ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიად გვევლინება, სადაც სახელმწიფო მაქსიმალურად შეჭრილია ინდივიდის ცხოვრებაში. ანარქიზმი უტოპიური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება გულისხმობს ინდივიდზე ძალადობას, რის გამოც ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება როგორც ასეთი საერთოდ უნდა გაუქმდეს. ანარქისტული იდეოლოგიის მიხედვით ადამიანები თვითორგანიზებულ ჯგუფებში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც გადაწყვეტილების მიღება ინდივიდის თავისუფალ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ანარქიზმი უტოპიურია, ვინაიდან მისი იდეოლოგიის ხორცის შესხმა რეალობაში წარმოუდგენელი და შეუძლებელია. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი, დაგვიჭირე მხარი.